არის საქმე, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პირის დაკავების შესახებ და შემდეგ დაიწყო საგამოძიებო ორგანომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება. ირკვევა რეჟიმის პოლიტპატიმარი გიორგი ოკმელაშვილი ძალოვანმა უწყება მისე დააკავა, რომ მის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ ქონიათ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ოკმელაშვილის საქმე შეისწავლეს, აცხადებენ, რომ პოლიციელებმა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც ის უკვე დაკავებული ჰყავდათ. მესამე სექტორში უკანონოდ მიაჩნიათ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულებები. დავიწყებ იმითი, რომ დაზარალებულ პოლიციელს არ მიუმართავ საგამოძიებო ორგანოსათვის დაუყოვნებლივ, მან მიმართა მეორე დღეს, როდესაც საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებები სწორედ იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ამ პირის მიმართ დევნის დაწყება, როგორც წესი იცით, რომ დაზარალებულები ასე არ იქცევიან. ყველა შუამდგომობა, რომელიც სასამართლოს წარედგინა პროკურატურის მიერ არის დაუსაბუთებელი, არც ერთ მათგანში დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, არც ერთ მათგანში არ არის მითითებული, რა საგნის ნივთის მოსაძებნად უნდა ჩაატაროს საგამოძიებო ორგანომ ჩხრეკან ამ ამოღება. გიორგი ოკმელაშვილის სახსა და კომპანიაში ჩატარებული ჩხრეკის უკანონობაზე საუბრობს სანდრო ბარამიძე. მისი თქმით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოკმელაშვილის ჩხრეკის დროს ამოღებულია ისეთი ნივთები, რომელიც საქმესთან საერთოდ არ არის შემხებლობაში. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი არა მხოლოდ ოკმელაშვილის დაკავებას, არამედ მისი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნას ისახავს მიზნად. გიორგი ოკმელაშვილი კრეატიული სააგენტო ლიმონის დამფუძნებელია. ჩხრეკა ამოღება ეს უკვე ტრადიციაა, რომ ყოველგვარი ნორმალური სასამართლო კონტროლის უქონლობის პირობებში განხორციელდა, ამოღებული იქნა ისეთი ნივთებიც, რომლებსაც ვითომდაც ჩადენილ დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს და რომლის ამოცანა იყო, რომ ამ ადამიანისთვის უბრალოდ ბიზნეს საქმიანობაში შეეშალათ ხელი. პოლიტპატიმრის ცოლს მიაჩნია, რომ რეჟიმი ოკმელაშვილს სამშობლო სიყვარულისთვის ჯის. ქალი აანონსებს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევჩერდებით, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სადაც კი შეგვიძლია, რომ ჩვენი სიტყვა სამართლიანი მივიტანოთ. ეს ადამიანი არის მართალი, იცავს თავის ქვეყანას და უნდა რომ ევროკავშირში შევიდეს ჩვენი ქვეყანა და არა რუსეთის გუბერნიაში იყოს. რეჟიმი ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მტკიცებულებების არარსებობისა და საქმის ხელოვნურად გაჭიანურების შემდეგ მოსამართლემის დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატს მიაჩნია, რომ მოსამართლე გელაშვილმა საქმე განზრახ იმ მიზნით გააჭიანურა, რომ ბრალდებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ შეეწყალებინა. 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი არგუმენტაციის და საფუძვლის გარეშე სასამართლომ არ ჩანიშნა სხდომა იმისათვის, რომ გიორგი ოკმელაშვილის შეწყალება არ მომხდარიყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადაში. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო დარღვევა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მოსამართლე გელაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია. მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის პირველი მოსმენა 11 აპრილსაა ჩანიშნული. თუმცა არც ოკმელაშვილის ოჯახს, არც ადვოკატსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლეები ამ შემთხვევაში მაინც იქნებიან ობიექტურები და შეცვლიან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.